სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. ეს ჩვენს მიერ წაკითხული სახარება, როგორც თავად ჩვენი უფალი გვიმოწმებს, არის საოცარი რწმენის შესახებ ერთ-ერთი ადამიანის, რომელიც თომით ებრაელიც კი არისო. და უფალი ამბობს, რომ ასეთი სარწმუნოება ისრაელსა შორის კი ვერ უპოვება. რამ მიიყვანა ეს ადამიანი აქამდე, რატომ აღფრთოვანდა მისით ჩვენი მაცხოვარი. რა თქმა უნდა, ის ცალსახაა, რომ მას გააზრებული აქვს იესო ქრისტე როგორც პოვლის შემძლე. იმიტომ რომ ეუბნება, რომ როგორც მე ჩემს მონას ვეთქვი, წადი და ის წავა და გააკეთებს, რასაც დავავალებ, რადგან მე ბატონი ვარ და ის მონა, ასევე შენ შეგიძლია ერთი სიტყვით თქვა და მოხდება იმას, რასაც შენ იტყვი. მაგრამ ალბათ უფრო საინტერესო არის ეს ადამიანი აქამდე როგორ მივიდა. რატომ არის, რომ ვთქვათ, ადამიანი, რომელსაც წესით არც უნდა ცოდნოდა ქრისტეს ღვთაებრიობის შესახებ, იცის ის, წამს ის და მის ლოცვას ღმერთი ისმენს და რატომ არის, რომ ჩვენს ლოცვას, იმ ადამიანების ლოცვას, რომელთაგან უმრავლესობას სიყრმეშივეა, ბავშვობაშივე გვაქვს ქრისტეს ნათელი მიღებული, წლებია ვამბობთ, რომ ქრისტიანები ვართ, აღსარებას ვამბობთ ვეზიარებით, ახარებას ვკითხულობთ, წმინდა მამებს ჩვენს ლოცვას ღმერთი არ ისმენს. მისი ლოცვა კი შეისმინა კი არა, ახო კიდევაც მისი სარწმუნოება. რატომ ხდება ეს? საიდან მივიდა ეს კაცი ასეთ სარწმუნოებამდე და რატომ ვერავართ ჩვენ იქ? ეს დასაწყისიდანვე ჩანს სახარების ამ მოთხრობაში. ვიზე ზრუნავს, აბა დაფიქრდით, ნახეთ, ვიზე ზრუნავს ეს ადამიანი, მონაზე. ადამიანზე, რომელიც ფაქტობრივად მის საკუთრება არის. ადამიანზე ჭირდება შეუძლია ყავდეს, როცა არ დაჭირდება შეუძლია გაუშვას. მაგრამ ეს ადამიანი, ნახეთ, როგორ უყვარს საკუთარი მონა. ის სანამ უფლამდე მივიდოდა, ხომ წარმოგიდგენიათ, ის ყველაფერს ცდიდა. ყველაფერს გამოიყენებდა მის ხელთ არსებულს, რომ ამ მონის მდგომარეობა გაემუჯობესებინა. რადგან არაფერმა არ უშველა, მერე მიდის უფალთან. და ეხვეწება უფალს და ეუბნება, რომ ცუდად არის ჩემი მონა და გეხვეწები უფალო უშველი. ასეთი მზრუნველობა მონაზე არის მანიშნებელი ადამიანის უდიდესი სიყვარულის. ასეთ მზრუნველობას დღეს, მოდით აი გულწრფელად ვთქვათ, ადამიანი თუ საკუთარ შვილზე გამოიჩენს, ან ძმაზე, ან ოჯახის წევრზე, ვიტყვით ხოლმე, რომ აი კარგი ადამიანიაო, ზრუნავს თავის ოჯახი, უყვარსო და ძალიან კარგი ადამიანი არის. აღარ ვლაპარაკობ სხვას უცხოზე. ამას წინებზე ჩვენ ამ სახარების ამ მონაკვეთზე ადრე წავიკითხეთ ერთ-ერთი მამის წერილი და ის ამბობს, რომ აბა დაფიქრდიო, შენ ესე ხარო? როგორ აკყავსო, აი თანამშრომლებიო, მოსამსახურეები რო ყავს სახშიო, სანამ გემსახურებიანო, უხდი მათო გასამრჯელოსო, მაგრამ როგორც კიო, ანავად გახდებიანო, ან რაღაც ვერ ასრულებენ თავის საქმეს, ისე როგორც უნდა ასრულებენ, იწუთას მოიცილებ მათ, როგორც კეთროვანსო. იმიტომ რომ შენ ისინი უკვე აღარ გადგებავ. და თუ ესე იქცევიო, დაფიქრდი, ხარ შენ ქრისტიანი თუ არა ხარ? აი ეს ადამიანი ასეთი არისო, ნახეთ, ის ზრუნავდა თავის მსახურებზე მაშინ, როდესაც ისინი კარგად ემსახურებოდნენ მას და მაშინ უფრო მეტად ზრუნავს, როდესაც ის ადამიანი საკუთარ მოვალეობებს ვეღარ ასრულებს ავადმყოფობის გამო. კი არ იცილებს მათ, არამედ უფრო მეტ მზრუნველობას იჩენს. რატომ? იმიტომ რომ უყვარს. ასევე მეორე, ესე ვთქვათ, უმნიშვნელოვანესი რაც ამ კაცს გააჩნია, ესა სიმდაბლე.
ნახეთ როგორ ეუბნება მაცხოვარს, რომ მე არა ვარ ღირსი, რომ შენ ჩემი სახლის ჭერქვეშ შემოხვიდე. სხვა მახარებელი უფრო დეტალურად აღწერს ამ მონაკვეთს და ამბობს, რომ მანამდე ჯერ გაუგზავნა მან სხვა ადამიანები მაცხოვარს და იქ ეუბნება, რომ ამიტომო თავიდანო არც თვითონაც კი არ მინდოდა მოსვლა შენთან, იმიტომ რომ უღირსი ვარ. ცოდვილი კაცი ვარო და შენ ჩემი ჭერქვეშ არ უნდა შემოხვიდე. აი ესეთი სიმდაბლე ქონდა ამ ადამიანს. და აი ამ სიმდაბლემ და აი ამ სიყვარულმა გააჩინა მასში ის რწმენა, რომლითაც თავად მაცხოვარი აღბრთოვანდა. და ამიტომაც გამოხატავს რა მაცხოვარი თავის თუ შეიძლება ესე ითქვას გაკვირვებას, სიხარულს ამ ადამიანის სარწმუნოების გამო მე ასეთ სიტყვებს ამბობს, რომ მრავალნი აღმოსავალით და დასავალით მოვლენ და ინახიდგმიდნენ, ანუ ტრაპეზს გაინაწილებენ აბრაამთან, ისააკთან და იაკობთან ერთად სასუფეველში. მაგრამ ძენი იგი სასუფევლისანი განითხინებიან იქ. დაემკვიდრებიან იქ, სადაც არის ტირილი და კბილთა ხრჭენა. აი ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი. ნახეთ, აღბრთოვანდა რა მაცხოვარი ამ კაცის სარწმუნოებით, მერე აი ესეთ სიტყვებს ამბობს. რატომ ამბობს ამ სიტყვებს? აი ამაზე უნდა დავფიქრდეთ ძალიან სიღრმისეულად. რატომ აი ესეთ სარწმუნოებით მისით აღბრთოვანდა და მერე ესეთ სიტყვებს ამბობს? მერე აფრთხილებს ებრაელებს. რატომ ამბობს ამას? და იმიტომ რომ მოტყუებულები საკუთარი გვარიშვილობით, საკუთარი მდგომარეობით მაშინდელი ებრაელების უმრავლესობა არ ცხოვრობდა ღვთისმცნებებით. არ ჰქონდათ მათ ის თვისებები, რომლებიც ჩამოთვალეთ ჩვენ აი ამ მასისთავში. არ ჰქონდათ ის სიყვარული, რომელიც უნდა ჰქონებოდა ღვთის ერს. არ ჰქონდათ ის სიმდაბლე, რომელიც უნდა ჰქონოდა ღვთის რჩეულ ერს, რომელზეც თავად უფალი ზრუნავდა მთელი მათი არსებობის ისტორიაში. როგორც საკუთარ შვილს ისე უფრთხილდებოდა მათში რწმენას. როცა საჭირო იყო აჯილდოებდა, როცა საჭირო იყო სჯიდა და ყოველნაირად ცდილობდა რომ მათთვის ესე ვთქვათ სწორი გზა დაენახებინა ცხოვრებისა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი ცხოვრობდნენ მთლიანად მიწიერი გაგებით. აი ამიტომაც აფრთხილებს მათ და ეუბნება, რომ აი შეხედეთ ამ ადამიანს, აი ესეთი ადამიანები დაიმკვიდრებენ სასუფეველს. ხოლო თქვენ, ვისაც გგონიათ, რომ გვარიშვილობის გამო და მხოლოდ იმის გამო, რომ ამბობთ, რომ ჭეშმარიტი ღმერთის მსახურები ხართ, აი თქვენ შეიძლება ჯოჯოხეთი დაიმკვიდროთ. იგივეს გვეუბნება დღეს ჩვენ უფალი. სახარებაში ხომ არაფერი არ წერია, იმიტომ რომ ვიღაცას უთხრას უფალმა. სახარებაში წერია ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ გითხრას. ჩვენ გვაფრთხილებს და გვეუბნება, რომ დღეს შენ თუ ხარ ქრისტიანი, იძახი რომ ქრისტიანი ხარ. იძახი რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი ხარ. იძახი რომ ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესიის შვილი ხარ და იძახი რომ ქრისტეს მიმდევარი ხარ. თუ დღეს შენ არა გაქვს ის თვისებები, რომელიც აი ამ ადამიანს ჰქონდა, თუ შენ არ იღწვი რომ აი ესეთი სიყვარული გქონდეს, როგორიც ამ ადამიანს ჰქონდა, ესეთი სიმდაბლე გქონდეს, როგორიც ამ ადამიანს ჰქონდა, ესე ზრუნავდე შენს გარშემომყოფებზე, ვინც ღმერთმა ჩაგაბარა შენ. თუ ესე არ აღიქვავ, თუ არ აღიქვავ, რომ თითოეული ადამიანი შენზე მობარებული არის ღვთისგან შენზე მობარებული და შენ ვალდებული ხარ მათზე იზრუნო, მაშინ იცოდე, რომ შენს მაგივრად სხვა დაიმკვიდრებს სასუფეველს, ვისაც ესეთი თვისებები ექნება. შენ კი დარჩები და იქნები იქ, სადაც არის ტირილი და კბილთა ხრჭენა. ნახეთ, აი ამას გვეუბნება დღეს ჩვენ უფალი, რომ აბა დაფიქრდი, ის ხარ, ვინც გგონია რომ ხარ,
თუ არა ხარ და შეიძლება მალე გამოასწორე საკუთარი თავი. ეხლა ადამიანი რომ დაფიქრდება ამ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, ალბათ ცალსახად შევთანხმდებით ამაზე ყველა, რომ ასეთი არც სიყვარული გვაქვს ჩვენ და არც სიმდაბლე. სამწუხაროდ. აბა რა დაგვრჩენია? მაშინ კაცმა შეიძლება დაასკვნას, რომ დაღუპული ვარ და რაღა აზრი აქვს მაშინ ამ ყველაფერს, ხო? იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ჩვენ აი საახლობლოზე ვზრუნავთ, აი საახლობლოზე. ამაზე თუ ეს მიგვაჩნია რაღაც განსაკუთრებულად დიდ საქმე. ეს არაფერი არ არის, ამაზე მაცხოვარი ხო გვეუბნება სახარებაში, რომ ამას ხო ყველა აკეთებს უკაც. ეხლა საკუთარ შვილზე ძაღლი ზრუნავს კაცო. რო გაზარდოს. საკუთარი ნათესავი ყველას უყვარს, ეს ადამიანური თვისებაა. შვილი გიყვარდეს, ნათესავი გიყვარდეს და ძმაკაცი გიყვარდეს, ეს ადამიანური თვისება, ეს არ არის საფრთხო რაღაც სიყვარული. ეს ჩვეულებრივი, ეს თუ არა გაქვს, ადამიანათაც არ ვარ გიხარ. ქრისტიანობაზე აქ ლაპარაკი არა. ხო და აი ამაზე რომ დაფიქრდები ადამიანი, შეიძლება სასწორკვეთილებაში ჩავარდე. არავითარ შემთხვევაში, აი აქ არ უნდა მოგვატყუოს ეშმაკმა. ვერ ხედავ ამ თვისებებს შენ თავში? მაშინ ადექი ბატონო, ცრემლიღვარე, ღმერთს პატიებას თხოვე, უხლი მოედრიკე მის წინაშე და მთელი ცხოვრება სინანულით გაატარე. ნუ განიკითხავ ნურავის, ვისაც დაინახავ რომ თქვა რაიმე შენსგან განსხვავებული ცოდვა აქვს, რომელიც შენ არ აქვს, ნუ განიკითხავ. გახსოვდეს ეს შენი მდგომარეობა. გახსოვდეს და სინანულში იყავ. თუ ესე გააკეთებ ადამიანი, თუ ესე გავაკეთებ, მერწმუნედ, რომ დროთა განმავლობაში აი ეს მდგომარეობა, რომელიც ამ ასისავს ქონდა, ჩვენში ჩემო. მაგრამ თუ ჩვენ უდარდელად ვიცხოვრებთ, თუ ჩვენ ამაზე არც დავფიქრდებით, ვიტყვით, რომ ნუ ხო, აი არა მაქვს, ეხლა რა ვქნა, ადამიანი ვარ და რა გავაკეთო და გავაგრძელებთ ჩვენ ცხოვრებას ისე უბრალოდ უდარდელად. და ხანდახან მივალთ ახსარებაზე, ახსარებას ჩავაბარებთ, წამოვალთ ვეზიარებით. ესე გავაგრძელებთ ჩვენ ცხოვრებას, აი მაშინ ჩვენზე ღმერთო დაგვიფარე, ჩვენზე ახდება ის სიტყვები უფლისა, რომელიც მან ბოლოში თქვა. რომ სხვები მოვლენ და დაიმკვიდრებენ აი ამ აღთქმულს შენთვის, შენ კი განვარდები აქედან. ასე ერთ-ერთი მამა ამბობს ესეთ სიტყვებს, რომ დაუდევარი სასუფეველს ღვთისას ვერ დაიმკვიდრებს. ანუ ადამიანი, ვინც არ ზრუნავს სასუფეველის დამკვიდრებაზე, ის მას ვერ დაიმკვიდრებს. ერთადერთი ესე იგი, რაც ჩვენგან არის საჭირო, ეს არის გულისხმიერება და ხსოვნა საკუთარი წოდების. ეს შეგვიძლია, აი ეს ნამდვილად შეუძლია ადამიანს გააკეთოს. შეიძლება ადამიანმა მთები ვერ შეძრას, მაგრამ ახსოვდეს საკუთარი მდგომარეობა, ახსოვდეს რომ ცოდვილია, ახსოვდეს ღმერთი უყვარდეს და პატიებას თხოვდეს მას საკუთარი დაცემულობის გამო, ეს ადამიანს შეუძლია. თუ ამას ადამიანი არ აკეთებს, ისე იგი ის დაუდევარია, არ აინტერესებს ეს ყველაფერი. სხვა რამეზეა გონება გადართული და თუ სხვა რამეზე აქვს ადამიანს გონება გადართული, ესეთი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს. ხო მაცხოვარი ხო გვეუბნება, რომ იღვიძებდით, ანუ ხიზლად იყავით. ამე თუ არ იცით როდის მოვა დრო და ჟამი. ამისკენ მოგვიწოდებს, რომ ხიზლად იყავით. ნუ გგონიათ, რომ სიტყვები, რომელიც მაცხოვარმა თქვა სახარებაში, ჩვენ გვერდს აგვივლის. მაცხოვარი ხო მოწყალია ამისთვის განკაცდა, ხო რომ წყალობა მოეღო ჩვენზე, მაგრამ სახარებაში ხომ ხედავთ, რომ ის გვაფრთხილებს. გვაფრთხილებს და გვეუბნება, რომ კაცო, ფართოა ის გზა და ბევრი დადის, რომელიც წარსაწმენდელში მიდის. და ვიწროა ის გზა და ძალიან ცოტა ირჩევს ამ გზას, რომელიც სასუფეველში შედის. ჩვენ ჯიუტად გგონია, რომ ფართო გზით უნდა ვიარო და ვიწრო კარიბჭეში უნდა შევიდეთ. ესე არ გამოვა. თუ ადამიანს ფართო გზა რა არის, ხო ახლა ადამიანი რაზეც უნდა იმაზე ფიქრობს, არაფერზე არ დარდობს, თავის ცხოვრებას ატარებს ისე როგორც უნდა, ეს არის ფართო გზა, ხო?
და თავს იტყუებს რომ ღმერთი მოწყალია და როგორ კაცო თავის სიტყვას ხო ვერ გადავა ღმერთი. რასაც გვეუბნება იმას ხო არ შეცვლის. ეს ხო აბსურდია, ღვთისგმობაა ხო რომ თქვათ რომ სახარებაში რაც წერია ის არ იქნება ისე. ეს ხო გამორიცხულია. ამიტომ თავს ნუ მოვიტყუებთ. ხიზლად ვიყოთ, უნდა ხიზლად ვიყოთ, არა ვართ სამწუხაროდ. მაგრამ უნდა ვიყოთ ხიზლად. ცრემს უნდა ვღურიდეთ საკუთარი ჩადენილი ყველა ცოდვის გამო. იმიტომ რომ ის ცოდვები აქ არის აღბეჭდილია შიგნით, სხვაგან კი არ წასულა. და საგზალიო აი დღეს ნიკოლოზის 60 კულოს კითხულობდა პავლე მოციქულის. ნახეთ როგორ გვეუბნება მოციქული რომ საგზალი ცოდვისა არის სიკვდილი. აბა, დაფიქრდით. საგზალი ცოდვის არის სიკვდილი. ადამიანი რამდენჯერ შეცოდავს, ის სიკვდება. იმ წამს რო არ კვდება, ეს იმას კი არ ნიშნავს. კვდება. ადამა და ევა მის აკრძალული ხის ნაყოფი რომ შეჭამეს, უთხრა რომ სიკვდილით მოკვდებით, მაგრამ მაშინვე კი არ მოკვდნენ ფიზიკური სიკვდილით. მაგრამ სიკვდილი ჩაისახა უკვე მათში. ჩვენ რატო გონია რომ ჩვენ სხვანაირად იქნება? ჩვენ ხო დავინახეთ ნაყოფი ამ ყველაფრისა და დღესაც ხო ხედავთ. აი მე ერთი ღვთისმცნების დარღვევის ნაყოფი რა იყო? რომ ძმა მოკლა. ხო? აბა ნახეთ, ერთი შეცდომა, სიკვდილი დაიბადა უკვე ადამიანში და რადგან სიკვდილი დაიბადა, ის მერე თავის განვითარებას პოვებს. და ისტორიას თუ გადავხედავთ, კაცობრიობის ისტორიას ბიბლიაში დავინახავთ, ხო რა შედეგები გამოიღო ამ ყველაფერმა და ჩვენ გგონია რომ ეს ვიღაცაზეა დაწერილი და ჩვენ კი არა ვართ ეს. ეს ვიღაცას უთხრა ღმერთმა, ვიღაცას სხვას. ჩვენ შეგვიძლია ვწოდოთ. მაგრამ ვიღაცას სხვას არა. ესე არ არის. სწოდე სიკვდილი დაიბადა შენში. მაგრამ კაცთ მოყარია ღმერთი, განუზომლად კაცთ მოყარია და ძალიან მომწმე. და გვეუბნება, წოდე, აი არა უშავს, იმედი არ წარიკვეთო. მოდი, ახსარება თქვი, სრემლი დაღვარე, შეინანე, მოცემული კანონი პატიოსნად შეასრულე და თუ შენი წოდები როგორც სისხლით შეღებილი ისე იქნება თოვლი, მე განვასპეტაკებ მატყლივით მათ. თვითონ გვეუბნება მაცხოვარი. ანუ იმედი არ უნდა წარვიკეთოთ. შეწოდე, უდარდელი ნუ იქნები. დაღვარე სრემლი, მოდი, აღიარე შენი წოდვა, მიიღე კანონი, რომელსაც მოძღვარი მოგცემს, შეასრულე პატიოსნად. გადაწყვეტილება მიიღე, რომ აღარ შესწოდავ და მე გაპატიებ. ერთი გეუბნება. კიდე შესწოდე, გაიმეორე იგივე კიდევ გაპატიებ. მაგრამ ნუ იქნები ფარისევი. ნუ ეცნები მომატყუო. აი ამას გვეუბნება ღმერთი. თუ ეცნები მომატყუო, ღმერთი მოუტყუებული ვერ დარჩა. აქაც გვაფრთხილებს ღმერთი რომ მოვადრო, აღმოაჩენ რომ მე ვერ არ ვტყუდები. აღმოაჩენ რომ ამაოიყო ეს ყველაფერი, რასაც შენ ცდილობდი და აღმოაჩენ საკუთარ თავს იქ სადაც არის კბილთა ხრჭენა. აი ეს არის უბედურება. ღმერთმა მოგმადლოს რწმენა, სიყვარული, თავმდაბლობა და რაც თავარია სიფხიზლე და სინანული საკუთარი წოდების გამო. ღმერთმა დაგლოცო და გაგო.